პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო. შენ ხომ არ ხარ სუბიექტური ამ პროცესების მიმართ. შენ თვითონ ხომ არ ხარ მხარე და აქედან ხო არ ცდილობ, რომ მე ამ ფაქტების კონსტატაცია მოახდინო და ანალიზი. ეს არის მნიშვნელოვანი, როცა წინასწარი განწყობა გაქვს, უკვე ობიექტურ რეალობას ვეღარ იპოვო. ყველაფრის გამართლებას შეეცდები. ესია ადამიანის ბუნება ასე. შევხედოთ ფაქტებს, დამოვიდეთ ქრისტეს სულისკვეთებიდან. როგორ შეხედავთ ამ მოვლენას ქრისტე, როგორ შეაფასებდა და როგორ მოიქცეოდა. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ სუბიექტურობისაგან შორს უნდა ვიყოთ. ვიყოთ სიმართლის თქმელი, ის მოეწონება ვის არა? ეს არ უნდა გაინტერესებდეს. ვინ რას იტყვის, არც ეს არ უნდა გაინტერესებდეს. რატომ? იმიტომ რომ შენ ნათლის შვილი ხარ. შენ სიმართლის შვილი ხარ და შენი ნათლის შვილობა მოწდება შენი სიმართლით. და შენ თუ სუბიექტური იქნები, შენ ნათლის შვილი აღარ იქნები. შენ სიმართლის მსახური აღარ იქნები.